გამარჯობა ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივის დროა მე შორენა ჭიაურელი ვარ და დიახ გვირეკავთ 557-88-95-88 ფაქტობრივად თქვენ იცით ჩვენი დღევანდელი საერთოდ ზოგადად გადაცემა ინტერაქტივის ფორმატი გვირეკავთ პირდაპირ ეთერში ვიღებთ ბუნებრივია თქვენ ზარს ნებისმიერ პოზიციას ბუნებრივია განსხვავებულ აზრს რა თქმა უნდა ყოველთვის ვანიჭებთ უპირატესობას ამასთან ერთად ასე რომ მე ველოდები მაყურებელს რომელიც შემოგვერთდება ბუნებრივია თავში მოგახსენებთ საკითხს რაზე ვისაუბრებთ თქვენ იცით რომ შექმნილია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია და სწორედაც რომ ამ მიმართულებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება გჯერათ თუ არა რომ დროებითი საგამოძიებო კომისია სამართლიანობას აღადგენს ფაქტობრივად ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად თითქმის ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას დაბარებულია ისა თუ ის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი თანამდებობის პირი, ასევე დაზარალებული არაერთი და ასე შემდეგ. Როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ანუ რა მნიშვნელობის იქნება და რეალურად რა სწადია ქართულ ოცნებას, თქვენი შეხედულებები რომ გავიგოთ, აღადგენს თუ არა, აი ეს ახალი ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობით სამართლიანობას ჩვენს ქვეყანაში. ველოდები მაყურებელს, როგორც მოგახსენეთ, გვირეკავთ 557-88-95-88-ზე და პირდაპირ ეთერში ვუსმეთ მაყურებელს, ვინც შემოგვერთდება და აღნიშნულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. მაშინ ასე, პირველი მაყურებელი უკვე ხაზზე გვყავს, გამარჯობათ და გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. დიახ. დღეს იყო გადაცემა პენსიონერებზე. ალო. ისაუბრეთ, ქალბატონო. დღეს იყო გადაცემა პენსიონერებზე. 2021 წელს გამოვიტანე 1200 ლარი კრედიტით. ხოდა დღემდე და 2027 წლამდე პროცენტ იკავებენ 50 ლარ პენსიიდან. 21 წლიდან 2027 წლამდე კიდევ ადამიანს კონკრეტულად 50 ლარი დაიკავოს. ძალიან მცხოვთ იქნება დაუკავშირდეს ლიბერტის ბანკსა და გაარკვიოთ ეს ამბავი. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, თუმცა სამწუხაროდ მე პირადად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებით. უშუალოდ ვფიქრობ რომ თქვენ უნდა მიყვეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ დეტალურად ნამდვილად არ ვიცი თქვენი კონკრეტული პირადი პრობლემის შესახებ, ამიტომ მომიტევეთ და რაც შეეხება ზოგადად საკითხს გთხოვთ რომ თემატურად ვისაუბროთ, არ მინდა გადაცემის მთავარი სასაუბრო თემა შეიცვალოს, ვსაუბრობთ საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილი იცით და 2003 წლიდან 2012 წლამდე და შემდგომი პერიოდიც დანაშაული, რომელიც გამოიკვეთება, ეს უნდა იქნას, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ცნობილი და შემდგომ უკვე რა ზომები განხორციელდება, ამასაც ბუნებრივია ეტაპობრივად მივყვებით. მორიგი მაყურებელი პირდაპირ ეთერში გყავს, გამარჯობა და თქვენს გითმობთ ბუნებრივია დროს, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. პირდაპირ ეთერში მაყურებელს ვუსმენ, გამარჯობათ. ალო? დიახ, ქალბატონო, ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. საგამოძიებო კომისიიდან იმდენი დანაშაულებები გვესმის მოსახლეობასა, რომ აი თუ ესენი სამართლიანობას აღადგენენ, ეხლავე დასაკავებლები არიან ნაცმოძრაობის წევრები, ვინც აი ეს დანაშაულებები ჩაიდინა. და ჯერ ისთქვეს, რომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა და რატო აძლევენ იმის უფლებას, რომ ადგილობრივ არჩევნებში კიდე მიიღან მონაწილეობა იმ დამნაშავეებმა. კიდე გამოდიან და წელს ისურიან ბარამიძე, უგულავა და რა ვიცი. თუნდაც სააკაშვილი. ეს შეიძლება ის უსამართლობა. დიახ, სრულად მესმის, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, მეტიც, ანუ ფაქტობრივად თქვენ ყურადღება გაამახვილეთ საკითხზე, რომ დაისაჯოს ნაციონალური მოძრაობა. მეტიც, მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება უახლოეს წარსულში, რომ ქართულ ოცნებაში როგორც აცხადებენ, მოვიაზრებ მდინარაძეს, ვინაიდან მისი პოზიცია გახლავთ, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა გადაიდო და უფრო დასაბუთებულად ის როგორც გვეუბნება, ვიღაცას ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან არჩევნებამდე,
ანუ ოქტომბრამდე, რაც კი პარლამენტზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველა ეტაპი იქნება გავლილი, მის გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებულ პერიოდს. თავისი სარჩელის შეტანით დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩემი განცხადების შემდეგ ვიღაცებს იმედი გაუჩნდათ, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, პროცესების მაქსიმუმ 2-3 თვით გადაწევა გამოიწვია. ჩვენ მხარეზე, რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით. ნაცების პარტიების აკრძალვის შესახებ. მე მინდოდა რომ სრულყოფილად ამომეკითხა მდინარაძის პოზიცია. ფაქტი არის, რომ ნაციონალური მოძრაობის დასჯის საკითხი თვითმმართველობის არჩევნებამდე გადაიწია. ანუ ჩაიაროს ალბათ თვითმმართველობის არჩევნებმა და შემდგომ გარკვეულ რეაქციას მოახდენენ. ნუ ყოველ შემთხვევაში მისი ეს პოზიცია სხვადასხვაგვარად შეიძლება რომ გავიგოთ. შემდეგი მაყურებელი პირდაპირ ეთერში გვირეკავს, თქვენს გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ იუბილე, გუშინ ვერაფრით ვერ დავრიკებ, წამოდი, მაგრამ ვერ გამოვედი. არა უცხოება ხოლმე. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ხო, მე ვფიქრობ, რომ სხვაგზა აღარ დარჩება, იმიტომ რომ ხალხმა ვიცოდი, ხო, რა ხდებოდა იმ ხალხის განმავლობაში, მაგრამ ისეთი დეტალები და ფაქტები ჟღერდება ყოველდღიურად, რომ უმრავლესობამ და უმეტესობამ არ იცოდა ამის შესახებ. უფრო და უფრო მძიმე და მძიმე სურათი იხატება, ვიდრე ვიცოდი, ხო და ეს ყველაფერი რომ ეპატიოს იმათ, ჩემი აზრით გადაყვებიან კიდევაც რა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სხვაგზა არ იქნება და რა თქმა უნდა, რომ არ ხდება სამართლე. სადაც იმის არის ხალხთან ინგან უნდა ხალხის მურიზა შემთხვევაში კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენს. დიახ, სარისთვის სრულიად გასაგებია პოზიცია, გმადლობთ რომ გვირეკავთ 557-88-95-88. ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და ვსაუბრობთ საკითხზე, გჯერათ თუ არა რომ დროებითი საგამოძიებო კომისია სამართლიანობას აღადგენს. ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებთ თვალს, ვინც დაინტერესებულია ამ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში და ზოგადად რა წარმოდგენა გაქვთ თქვენ? შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ ჩვენს ეთერში, ამიტომ შემდეგ მაყურებელს შემოვიყვანთ. ბუნებრივია სტუდიაში მოგესალმებით და გისმენთ თქვენს ყურადღებით. გამარჯობა. გესმით ხო ჩემი? დიახ, ქალბატონო, მესმის ისაუბრეთ. იცით რა თქვენ ასეთი შეკითხვა დასვით გადაარჩენენ თუ არა სოციები და ნაცები საქართველოს. ხო, ასეთი ისაა. მე როგორც დავსვი შეკითხვა ქალბატონო, დიახ, თქვენ უბრალოდ მოგაქვთ თქვენი ფორმულირება ჩემი კითხვის შემდგომ. კი ბატონო. ესე იგი, ნაცები და კოცები ორივე საშინელი ძალაა. მან ერთმანეთი უნდა მოსწონ მათ ერთმანეთი და მაშინ დარჩება ხალხი, რომელსაც წამს ღმერთი და ემსახურება ღმერთს. და ისინი იქნებიან ბედნიერები. აი ესაა ჩემი აზრი. დიდი მადლობა თქვენ ძალისთვის, დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ასევე ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა. ასე რომ ჩვენ მოქალაქეებს შეგვიძლია გვაქვს სრული უფლება, რომ იმას, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, აი ამ საგამოძიებო კომისიის პროცესს შევაფასოთ და ჩვენი წარმოდგენების, ჩვენი შეხედულებების შესახებ აზრი გავცვალოთ. ასე რომ შემდეგი მაყურებელი ეთერშია და მისი აზრიც გავიგოთ. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში მაყურებელს თუ შეუძლია რომ დაიწყოს საუბარი, კარგით, რამოდენიმე წამში შემოგვიერთდება და გავიგოთ მისი აზრიც საკითხთან დაკავშირებით.
ფაქტობრივად აი ამ საგამოძიებო კომისიის მთავარი მნიშვნელობა და დანიშნულება, საკითხები, რაზეც გამახვილდება ყურადღება, იქნება გამოკვლეული, ესე რომ ვთქვათ, საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეები, ადამიანის მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევები, კორუფციასა და ასევე ბიზნესზე ზეწოლა, მედია საშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების აღიარება და ქართული სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება და კიდევ ბევრი საკითხი, რაზეც ფაქტობრივად ყოველდღიურად მიმდინარეობს საუბარი და მეტიც ერთი თვით გადაიწია დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობამ, ასე რომ ერთი თვის განმავლობაში, მომდევნო ერთი თვის მანძილზე კვლავ ჩვენ მოგვიწევს სხვადასხვა პირების ასე ვთქვათ პოზიციის მოსმენა, როდესაც გამოცხადება კომისიაზე. პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს უსმენთ ისევ გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ ქალბატონო. ძალიან გულსაბჭენია ქალბატონო, რომ მაგ პარლამენტში არ არის ქალბატონი ირმა ინაშვილი, არ არის ბატონი. დიახ, დაასრულეთ თუ შეიძლება. ბატონი თარხან მოურავი, მერაბ კიქაშვილი, ლევან ვარსაძე და კიდე ჯონდი ბაღათურია. და დანარჩენი კიდე გვარსახელი აღარ მახსოვს რა. აი ეს ქართველები უნდა იწყდნენ პარლამენტში. არც ნაციმიდა და არც ქოციმიდა. აი მას ვიტყვი. კარგით, გმადლობთ თქვენ ზარისთვის 557-88-55, როგორც ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე, ვიცი რომ ძალიან ბევრი გვისმენთ ამ წუთას და შეგიძლიათ მომართოთ თქვენი ტელეფონი და დაგვეკავშირდეთ თქვენი მოქალაქეობრივი აზრი და აფიქსიროთ, როგორც წარმოგიდგენიათ შეძლებს თუ არა ეს დროებითი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სამართლიანობის აღდგენას. შემდეგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობა. ალო, გამარჯობათ. ეხლა ლაპარაკობთ ქალბატონთან. ისაუბრეთ თუ შეიძლება ტელეფონში, ნუ უსმენთ, თქვენ ხართ ღია ეთერში ახლა და ჩვენ გელოდებით. ხოდა ის სააკაშვილი რო ყავს სანატორიუმში გამომწვეული. დიახ. ისეთ ციხეში უნდა შეიყვანო, როგორც თვითონ ქონა და ერთი დღე საკმარისი იქნება ყველაფერს ეთქოს. აბა თავზე ხელს უსწრებენ რა უნდა თქოს მერე. კიდევ რა პოზიცია გაქვთ უკაცრავად თემასთან დაკავშირებით? ენდობით აი ამ კომისიას ზოგადად ჟენდობის სრული აჟენდები და ისაც ვიცოდი რაც ხდებოდა, მაგრამ სააკაშვილი რო ყავს სანატორიუმში გამომწვეული. დიახ, შემდეგ სააკაშვილის გადაიყვანო ისეთ ციხეში, ეხლამდე ციხეში კი არ თვითონ რო ქონა, ისეთ ციხეში გადაიყვანო და ერთ დღეში იტყვის ყველაფერს, რა ხდებოდა. საკმარისი იქნება ერთი დღეც. კი, გასაგებია, მადლობა თქვენც არისთვის ნახვამდის. ველოდებით შემდეგ მაყურებელს, რომელიც დარეკავს ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვის ფორმატით იცით ჩვენი გადაცემა და ვსაუბრობთ საკითხზე. ფიქრობთ თუ არა, რომ აი ეს საგამოძიებო კომისია საბოლოოდ აღადგენს სამართლიანობას. ფაქტობრივად საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი დეტალი იქნება გაჟღერებული. სხვათა შორის მდინარეძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა აი ამ კომისიამ მოგვცეს ის, რომ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი დადგეს დღის წესრიგში, რომელიც ამ დრომდე ჩვენ საზოგადოებამ არ ვიცოდით და იქნას გასაჯაროებული. მაყურებელს ეთერში უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ, გენაცვალე. აი, რასაც უყურებთ, ეს ქართველი დედისთვის ყველასთვის ამაზრზენია. საშინელებაა შვილო, მაგრამ მაგ ხალხს, ნაციონალებს, ყობა დავითაშვილის 4 შვილი ეყოფა. მაგად ღმერთთან პასუხიაც გასაცემი, მაგრამ ძალიან ნერვიულობ შვილო. იყოთ ერთად ქართველი დედები, ქართველები გადავრჩებით, თუ ერთობა არ გვექნება, არაფერი არ გვეშველება. გენაცვალოს, ნაზიდეიდამ, კაი გოგო ხარ, წაიყვანე ქართულად საქმე, შენი ოჯახისთვის საშვილო კარგი. დამილოცი ხარ შვილო სააღდგომოდ, ბედნიერი იყავი შენი დედისთვის. ყველა შვილს დავლოცავ.
დიდი მადლობა. კარგად იყოს თუ ყველა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის, გმადლობთ და დაგემშვიდობებით. განვაგრძოთ გადაცემა 557-88-55-88 დაგვირეკეთ და პირდაპირ ეთერში აღნიშნეთ თქვენს ფიქრობთ თუ არა რომ აი ეს დროებითი პარლამენტის საგამოძიებო კომისია აღადგენს ქვეყანაში სამართლიანობას საუბარია 2003-დან 2012 წლამდე და შემდგომ პერიოდშიც სადაც დანაშაულებრივი ნიშნები გამოიკვეთება კონკრეტული პირების დასჯასთან დაკავშირებით. თუმცა ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, როგორც მამუკა მდინარაძე გვეუბნება, ნაციონალური მოძრაობის დასჯასთან დაკავშირებით რამოდენიმე თვით გადაიდო საკითხი თვითმმართველობის არჩევნებს ელოდება. შემდეგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. გამარჯობა. ისაუბრეთ. ის რიჩები ხო? დიახ, მესმის ბატონო ბრძანეთი. დიდი მადლობა. დიახ. ძალიან კარგია რომ ეს კომისია შეიქმნა და ხალხი რაღაცას გაიგებს მან. ყველა მარიცის ის ახალგაზრდები ვინც არიან გამოსულები და მისამისად გათავისუფლებას ეთხოვენ ნაციონალებისგან. იქ არა მოხდა. შენ თვითმხილველები ვართ მაგის, თვითმხილველები და მომხრეები. თვითმხილველები და მომხრეები. როგორ შეიძლება დამხნის კაცი ვარ 9 აპრილს იხვიდებით რა დღეში ვიყავ და ხალხი არ მიუშვეს. ეგ არის მაგათი წესი. რასაკეთებენ? ძალიან კარგი რომ შეიქმნეს კომისია. და უნდა იცოდეს მომავალმა მთავრობამ თუ რაღაცას დავაჩერებ, ასე მომიქცევიან მე როგორც ახლა ამათ. ეს უნდა იცი რატო არა? სარკოზი თუ გაასამართლეს და კიდევ უღაცრუღაცები ევროპაში. ეს ვინ არის ეს ყოფილი მთავრობა? რატო არ შეიძლება მაგათი გასამართლება? დაბნეულები არიან, რაც ლაპარაკობენ არიციან და ჩვენ კარგად ვიცით რაც გააკეთეს და როგორც გააკეთეს. შეიძლება ხალხის დახოცვა, ცემა, უმოწყალოს, ლიდერები ხوار არიან ეს ხალხი. ძალიან კარგი რომ შეიქმნა და დაადგინო რაღაც ცოტა სიმართლე მაინც. დიახ, იცით რა არის? ნახეთ თქვენ აღნიშნავთ რომ ძალიან კარგია და მიესალმებით კომისიის აარსებობა ზოგადად დღეს. თუმცა რამდენად ღრმად ხართ დარწმუნებული რომ სამართლიანობა იქნება აღდგენილი? თქვენ ხომ გახსოვთ ჯერ კიდევ 2012 წელს ქართული ოცნება ხელისუფლებაში როდესაც მოვიდა ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა ამოეძირკვა პოლიტიკური ველიდან, ეს მათი სიტყვებია. მაგრამ დღეს 2025 წელია და კიდევ ვგებულობთ იმას რომ ნაცების დასჯა დროებით გადაიდო თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინშია პოლიტიკური პროცესი ასე ვთქვათ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. როგორ წარმოგიდგენიათ, რას ელოდებით? რა ვიცი, ჩემო კარგო, ადამიანი იმედით თქოს და ოცნება ლაპარაკობს რომ ჩვენ არ ქონდა საშუალება და ზემოდან დაწოლა იყო ევროპიდან და ოხაბიტაცია მანდიტო იყო და ეხლა რა ვიცი ხალხი იმედიან და მე თვა გავუმარჯოთ როგორც უნდა ისე გააკეთებენ წრეულად ვეკითხება. კეთილი. კარგით, გმადლობთ თქვენ ძარისთვის 557-88-55-88, ვისაც გნებავთ რომ დაგვიკავშირდეთ და შემოგვერთდეთ, მონიტორზეც მოსჩანს ჩვენი საკონტაქტო, ასე რომ ნუ დააყოვნებთ, გავიგოთ თქვენი პოზიცია. ნაცების პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებითაც გაჟღერდა პოზიცია, როგორც გვპირდებიან ოცნებაში პარტიები აიკრძალებიან წელსვე, ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და შემდეგ ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელით დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა არ ექნება, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის. ეს სიტყვებიც ისევ მდინარაძეს ეკუთვნის, დიახ. და შემდეგი მაყურებელი ხაზია, გისმენთ ყურადღებით. ალო. გამარჯობა. მე ვარ ხაზე? დიახ, კი. ან ბრმა ხალხს მინდა პირველ რიგში მიუმართო. ნაციონალებს რა გამოძიება უნდა და 360 გრადუსის ისწავლთაგანი სამუდამოდ ციხეშიერი ჩასასვლელი. სამუდამოდ. ეს კამერაში უნდა ისწავლოთ და მერე გაიგონ როგორ იქნებოდა. რაც შეეხება ამ საგამოძიებო კომისიას. ამათი აბსოლუტურად არ ამჯერა. ფაქტია მისია, პირველივე საპარლამენტო კომიტა რომ მომდანდეს მას შეიძლება თუ ნამუსია, ამათ მას შეიძლება გამიგაკეთოს. ეს თამაშია, ძალიან გაუწია დეპუტინებია ხალხს, რა გაკეთო. ისევ ხალხმა უნდა გავაკეთოს საერთოდ პირად.
დიახ, ნახეთ თქვენ თუ და ფაქტია თქვენი საუბრიდან ნიჰილისტური განწყობა იგრძნობა, რომ ნაციონალური მოძრაობის დასჯა ანუ არ დასჯია ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ რისთვის შეიქმნა ეს საგამოძიებო კომისიაც? ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ გაწირებული პრაქტიკება ახლა ხალხის გული მოიგო მკვლელი დაიჭერა. ნას პადრი ამასკე. არანტარი აზრი არ არის. გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა თქვენს პოზიციისთვის და გემშვიდობებით. 557-88-55-88 ველოდებით შემდეგ მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვერთა კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, საუბრობთ საკითხზე, გჯერათ თუ არა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია სამართლიანობას აღადგენს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ვსაუბრობთ, რომელიცაც დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად ვადევნებთ თვალს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნება ეს ყოფილი თანამდებობის პირი თუ დაზარალებული ოჯახიდან პირები საუბრობენ დეტალებში და იხსენებენ იმ მძიმე დღეს და მძიმე ფრაგმენტებს, რომელიც სამწუხაროდ მათ ცხოვრებაში ისტორიად დარჩა. ძალიან მძიმე ისტორიად. მაყურებელი ეთერში გყავს, თქვენც გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. ისაუბრეთ. არ მჯერასვიან კომისიისა ისე შეიცხადებენ ხოლმე თითქოს პირველად მოისმენეს რა ხდებოდა და რებს აკეთებდნენ. უბრალოდ არ ამჯერავს, იმიტომ რომ 9 წელიწადი თუ ისინი იყვნენ, 13 წელიწადი ესენი არიან. ის იმოდენა დაზარალებული ხალხი, სახლიდან გამოყრილები, ბიზნეს წარმეულები, ქონება წარმეულები. რატოა ცხოვრობენ კიდევ ვალებში და უბედურ, რატო უნდა იხვდეთ ის ქალბატონი? გვარი და სახელი აღარ უბრალოდ ესენი აი ხალხის ნერვებზე თამაშობენ რა. არაფერს გამკეთებლები არ არიან. არ დაჯიან ისე როგორც უნდა დაისაჯონ. არჩევნები მოდის და ჭირდებოდა იმტომაკეთებენ ასე რა. აქამდე კიდევაც უნდა დაესაჯათ და კიდევაც უნდა პასუხი მოეთხოვათ. უბრალოდ იმ კაცის გამოსვლით ახალი. ესენი ხალხის ნერვებზე თამაშობენ. მეტი არაფერი. რაღაცა მახსენებენ იმ უბედურობას. მიხედავ თვითონ და დასაჯონ რა. არ შეუძლია დასაჯონ, მე რო რაღაცა დავასაჯო, მაპატიე, ჩავიდინო, მაპატიებენ. არავინ არ მაპატიებს. დიახ. სრულიად გვესმის, გმადლობთ თქვენ ძარისთვის. 557-88-55-88 შემდეგ მაყურებელს ველოდებით, რომელიც შემოგვერთდება ძალიან მალე პირდაპირ ეთერში, ენდობით თუ არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, ესე რომ ვთქვათ, რომ ის სამართლიანობას აღადგენს. ყოველ შემთხვევაში იმას, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ყოველდღურად ვადევნებთ თვალს, ფაქტი არის, რომ აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამას ყოველივეს რეაქცია. მეტიც მე მოგახსენებთ, რომ აი ეს შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს, მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. ასე არის ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის დაგეგმილი. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და ასევე სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა კი ასევე მას მიეცემა თავისი მიმართულება. დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში, ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ. მოდით მაყურებელი პირდაპირ ეთერში და შემდგომ აი ამ კომისიის მნიშვნელობაზე რომ ჩაუღრმავდეთ. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვე ვარ ეთერში. დიახ, ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. ხო, აი ახლა მოკლედ მოგახსენებთ მე ჩემოდაიქო. ისეთ რა არის? ამდენი წელია ჩვენ ამას ველოდებით, ყველაფერი იცის საერთოდ. ესენი კომისია კიდე არ ჭირდებოდა, ამათ ჭირდებოდა პროკურატურა. ახლა წინამგვირანსულო კარგად თქვეს. როგორ უნდა დავიჯეროთ? როცა ყველაზე დიდი დამნაშავე უწევთ საავადმყოფოში ქვითომოვატარი, ითომის არის. ეს არის ტყუილი, ეს ჭირდებოდათ მაგათ, იმიტომ რომ სხვა არაფერი დარჩათ მოსატყუილებელი. ეს არის მაგათი ბოლო ტყუილი. ერთით არის ეს კარგი, რომ ხალხი აი რაღაცას იგებს კიდე. ვინც კიდე აი გამოკროლებულია ბოდიში თავსიტყვაზე და აქამდე ვერ გაიგო.
ვინ არიან ნაციონალები, იქნებ დღეს მაინც გამოიბერტყვა ყურები. დანარჩენ ამბავში ამათი ვერ არამჯერა და ძალიან ბევრს არ აჯერა, ჩემო კარგო. აქამდე უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი. ეხლა ეს უნდა სჭირდებათ ადგილობრივ არჩევნებში, მერე კიდე იმაში და ასე კიდე რა ვიცი, რა თქმა უნდა მოიგონებენ ესენი აზიარო. მადლობთ. გმადლობთ თქვენ ზარისთვის 557-88-95-88. შემდეგ მაყურებელს დავალოდოთ, ვისაც აქვს სურვილი რომ გამოთქვას აზრი, ენდობით თუ არა აი ამ დროებით საგამოძიებო კომისიას და როგორ წარმოგიდგენიათ, იქნება თუ არა სამართლიანობა აღდგენილი. აი მაყურებლის პოზიციიდან ჩანს რომ ფაქტობრივად ქრონიკულად მიმდინარეობს უკვე საკითხი ნაციონალური მოძრაობის დასჯა არ დასჯასთან დაკავშირებით და ასე გადის წლები თითქმის მე-13 წელია და ფაქტობრივად დღის წესრიგში თან დგას და თან არ დგას ნაცების დასჯის თემა. და ამას მიმოიხილოს ბუნებრივია საზოგადოება. შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. მოგესალმებით თქვენს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ვენდობი, დიახ, ვენდობი ხალხო. მაგრამ არ ვენდობი. აი ეს მოკლედ პასუხი როგორ უნდა გითხრათ. როგორ შეიძლება რაღაც ამ ქვეყანაში უკვე არაფერს ნდობა და არავის ნდობა აღარ შეიძლება. ისინი არიან კოცები არიან, ნასები არიან თუ ტრანსები არიან, ვერ გაიგებს. ეთო რასაკეთებს, რა სპექტაკლებს ვარ. სხვათა შორის ხალხს უკვე ისეთი გაჭირვებაა, რომ ძალიან აღარ აიგებს. მეც უკვე აიბოდიშით და არ მინდა სიტყვები, რომ ძალიან აღარ მაინტერესებს. ვიღაც ვიტყვი. და არც ეს მაინტერესებს, ხუმით რომ დაიწყოს აღარ სომხიცან. რომ მეყო ის აქტივი მივიღე და ძლობები 92-ში. კარგად იხავით ეხლა. ეხებზე მიდია უკვე რა იქნება. აქციები იქნება, გაის იქნება, გადაუვლია, გადაგიგავდა. არა, ნოლნიმანია. იმის იქით რა ხონია. კარგად ზანდებოდა. დიახ, დიდი მადლობა. სრულიად მესმის, სრულიად თქვენი დამოკიდებულების შესახებ. მადლობა თქვენ ძარისთვის. მე მინდა ასევე დავამატო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეს დასკვნა, რომელზეც მუშაობს ეს დროებითი საგამოძიებო კომისია და ბოლოს უკვე დასკვნით ნაწილი იქნება, გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და შემდგომ გარკვეული ზომების მიღების და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით. ფაქტობრივად ეს არის მთავარი დანიშნულება, თუმცა როგორ განვითარდება პროცესები და რამდენად სამართლიანად იქნება ეს განული დრო გამოყენებული ეს ბუნებრივია არ ვიცით ამ დროისთვის და რას ფიქრობს მაყურებელი სწორედ ამ კითხვას სვავთ ჩვენ ენდობით თუ არა ამ კომისიას და ახადგენს თუ არა სამართლიანობას როგორ წარმოგიდგენიათ გამარჯობა ალო გამარჯობა ქალბატონო ისაუბრეთ თამაშია ვიქახებ ყველა წინა გამოსული ეს არის თამაში ეს დიდი აშლურა ეს ხაბათ ყოლების ნაცაი Taking power about most of the training developed. Essentially, that is the main half of the Tahala. Tahala is not faster than cat. This is how the Tahala is not after the children. Looking for traffic, you got to get up and there's commission. I'm the honey. I'm the teacher for the Lucida. Yes, I don't want to be down. I just want to you have my boy who doesn't that coach. That's it. I'm looking at I never კი ბატონო, კარგით. მადლობა ქალბატონო, სამწუხაროდ არ მესმის კარგად მე თქვენი ხმა სტუდიაში ვარაუდობ რომ ანალოგიურად იქნება ტელევიზიის საშუალებით თუ რადიოს საშუალებით. ამიტომ არ ვიცი იქნებ რაღაც ისე მოახერხოთ რომ ხარვეზის გარეშე სრულყოფილად გავიგოთ თქვენი წინადადება და შინაარსი რაზეც ამახვილებთ ყურადღებას. მორიგი მაყურებელი გუკავშირდება, მას ვუთმობთ ახლა ბუნებრივია დროს და გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა თქვენც. გამარჯობა. დიახ. როგორ არა ჯერა რომ სულიკიანი და თავისი გუნდი ამას წაიყვანს ამ საქმეს მაინც ჩვენი მთავრობა ძალიან უკანი ხელს ყველანაირი იწვიან ეს მერე გადაწმამენ თავიანთ დიახ ეს დავიღალეთ მოხალხეები ძალიან დავიღალეთ ყველა გამწარებულები ვართ მეც მაგ შეტანილი იქ განცხადება ჩემი პაკეტი რომელიც ჯერჯერ არ ამახსენ პასუხი დამიბარებენ თუ არა
მე უფრო გამწარებული ოჯახი მაქვს. ცოცხალი ვარ, მაგრამ როგორ ვარ ცოცხალი? მეუღლე 61 წლის ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მილი იყო ეროვნული მოძრაობის წევრი. ცხოვრებაში მანეთი რა არ აუღია, იმით პენსიაც არ აუღია ნაომარი, ისეთი პიროვნება განტოლია. აი ასეთია. და 900 ოჯახი ცხოვრობს ოროთახიან დინაში და რატომ ამათი კოჰაბიტაციის გამო 2015-ში ისევე ნაციონალებმა მოგვიღეს ბოლო და კიდო დემოკრატებდნენ თუ რამეს ვიტყოდით. სამი ოჯახი წევრი დაგვიშეთ ციხეში. ჩვენ ვიყავით რუსეთის ისად როგორ ვიყავით მე მოხუცი ქალი ბოლო და ბოლო 66 წლის ვარ ახლა, მაშინ ვიყავი 56 წლის. რა არ მოიგონეს? ნაციონალების გრუპამ გააკეთა ეს, მაგრამ ყველა ნაციონალები ერთად ის და იმიტომ გაგიწეთეს ეს. დღემდე მე ვერ მივახციე. ვერაფრით პროკურორმა ეს არის უკვე ხანდაზმული. გამონჯებებმა ხანდაზმული. რატომ არის ხანდაზმული? იმიტომ რომ იმას რომ მივეცი საქმე გასართებად იმან წაიღოს რომ გადავიდა მეორეზე. მეორემ წაიღოს რომ და აქამდე მოიყვანეს საქმე 2015 წლის საქმე. ოჯახი შემომივადნენ. თემით მომკლეს. სამწუხაროში ვიწექი. გაჩიშვილი. ორი კაცი. ეძერხელას იმას რომ გარდნი ისეთები სილოსავით აკები აი თექმად დამნექეზე და შლებდნენ იმას პატინკები. Ani vida gasti da este dicco vario babanza da camisa. Mami დაიცეცლი. კმაჯმა გავანი და ნახალი გამოსი. დიახ, აი ქალბატონო, იცით რა არის? მე მექნება ერთი კითხვა რა, თქვენის ნებართვით ძალიან მძიმე და ძალიან რთულია. თავად დასაწყისში, როდესაც დაგვიკავშირდით, ბრძანეთ რომ აი თითქოს რაღაცას აპირებს ოცნება, მაგრამ მერე თავს იკავებს. აი რატომ იკავებს თავს მაგალითად, რომ ის დამნაშავე ადამიანები, ვინც უკვე თვალსაჩინოდ სახეზია. უნდა დასაჯო. რატომ იკავებს თავს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ან თქვენს ოჯახზე გაქვთ გამოცდილი სამწუხარო? არ ვიკავებ თავს. მე უკვე დინარაჯეს შევატყობინე, კახაკალაძე შევატყობინე. დღეს უბინავოთ ვარ 900 მრავალშვილიანი ოჯახი. არა, თქვენ სხვაგვარად გამიგეთ. დაგვაყიდინეს. არაფერი ისე. კარგით. ხოდა დღეს რომ მივმართავდა დენის სამინისტროს 100 ლარს არ გირიცხავენ. კარგი, დიდი მადლობა თქვენს ქალბატონო ზარისთვის, გმადლობთ რომ ასე აქტიურობთ და გსურთ შემოგვერთდეთ 557-88-95-88 ეს ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ, ამიტომ შეგიძლიათ თქვენც გამოთქვათ აზრი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეიქმნა განზრახ იმისთვის რომ დამნაშავე პირები უფრო მეტად გამოაშკარავდეს და შემდგომ მოხდეს მათი გასამართლება ენდობით თუ არა აი ამ კომისიის საბოლოო დასკვნას ასე რომ ვთქვათ რამდენად წარმოგიდგენიათ რომ სამართლიანობა იზეიმებს ერთხელ და სამუდამოდ პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს ვუსმენთ ასევე გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ. რა ის ვადისერის კათოლები უნდა მეიხსნას ყველა გინა იყოს ოპოზიცია მიაიღოს აღნიშნული სწავლება ამის ეს კომისია ძალიან კარგია მაგრამ ვინ უნდა დასწავლოს ნახევარი ნაცნობად არის შვილი ამ პარლამენტში ყველა და ყველაფერი გამო უნდა იყოს სიგნალზე და უნდა იყოს დაჟო რუსეთს უჩერდობა დავაბარო ეს ქვეყანა გაქრება ნახევრად ვინ გავკრალია პაკისტანელი ჩამოვიდნენ ეს ქართველები ვაღარ მუშაობენ ახლა რომ მიდის ეს ფენეროლები და პაკისტანელები არიან და ის რაღაცა არის ინვესტორი ქართველები რაღაცა ის რა ჩამოვიდა ფახები ქართველები ავაგა პაკისტანელი გავბრიაგიდა კარგი, გავიგეთ. მადლობა ზარისთვის და გემშვიდობებით. შემდეგ მაყურებელს შეგიძლიათ შემოგვერთდეთ 557-88-95-88-ზე გვეკავშირდებით. როგორც ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, მზად ვართ თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს პასუხი და შემდეგ
ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ. დინარაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ხალხი აგენტურული პარტიების საკადრის პასუხს გასცემს, აუცილებლად მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, ასეთი პოზიცია აქვს მას. ამასთან იმასაც დაასცენს, რომ აღნიშნული საკითხით სპეკულირების საშუალება არავის მიეცემა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, საგამოძიებო კომისია კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გამოაშკარავებს, რომელიც მეტად და უფრო ცხადად გაშიფრავს აგენტურულ პარტიებს. ამბობს დინარაძე. მაყურებელი ეთერშია, გამარჯობათ თქვენც. გამარჯობა გენეს. დიახ. გაუხსნელი საქმე არ დარჩება. დახრეთა რომ აღდგეს და სიმართლეც უნდათ. სიმართლე და დახრეთის მუხლი რო აღდგება, მერე გაერკვევა ყველაფერი. აძლევს. კარგით, გმადლობთ თქვენ ზარისთვის და გემშვიდობებით. შემდეგ მაყურებელს ავალოდოთ ასევე ჩვენი საკონტაქტო იცით, საკითხიც უკვე თქვენთვის ნათელია, ენდობით თუ არა, ან ზოგადად რამდენად სამართლიანად დაასრულებს თავის აი ამ საქმიანობას. საკმაოდ გადატვირთული და დამღლელი პროცესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთ სიღრმესა და დეტალებს შედიან აი ამ კომისიის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც ყოფილი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, ასევე თანამდებობის პირები, ბიზნესმენი იქნება ეს თუ ზოგადად, ასევე დაზარალებული ადამიანები, დაბარების ნიადაგზე ხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს კითხვა-პასუხის რეჟიმი და ჩვენ ადამიანები, მოქალაქეები ვადევნებთ ბუნებრივი ამას თვალს, ამიტომ ჩვენი შეფასებები და წარმოდგენის შესახებ გავამახვილებთ დღეს ყურადღება, ვენდობით თუ არა ამ კომისიას და აღადგენს თუ არა რეალურად საბოლოოდ სამართლიანობას. მაყურებელს ვუსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, შორენა გენაცვალე. გამარჯობათ. მე პირადად ეხლა ვერ დავაბრალე ვერავის იმას, რომ ასურვილი არ აქვს, რომ ეს გამოძიებული იქნას, რა თქმა უნდა, ახლა ამდენი წლის განმავლობაში ამხელა უბედურებას რომ უყურებენ და ესმით, თვითოული ადამიანის ადამიანობა კი უნდა მიხვდეს, რომ თუ არ დაისაჯა დამნაშავე, არა, ეს არ წაადგება სახელმწიფოს. უკვე სახელმწიფო აღარ არის, როცა იქ დამნაშავე არ იშება. ტეღანდე მამაკაცმა ილაპარაკა და სხვათა შორის ჩემი აზრით ასეთია. აუცილებლად უნდა აღდგეს დახრეთის მუხლი, აუცილებლად ეს ციკეთე არის უფრო მეტად, ვიდრე სიბოროტე, იმიტომ რომ უფრო მეტი იხვრიტება ქუჩაში და უფრო მეტი უბედურება ხდება ამის გარეშე და რაც შეეხება აი ამ კომისიის მუშაობას, იცით რა არის, ხომ ხედავთ რომ ვიღაცის გავლენა არის. ეს რომ იქ წამოპლაკულა მართლა იმაში, რა ქვიან, ვივარ მედში და უკიდან ბრძანებებს იძლევა და რას არაკეთებს, ვისი ბრალია, რატომ არის რომ ვერ იჭერდა და ვერ გადახავთ საკანში, რატომ არის, ესე იგი ვიღაც მფარველობს, ესე იგი ისე უყურებენ დასავლეთს, დღემდე ჩვენ შევჩქერით ხალხი, დღეს იქნება, ხვალ იქნება, თქვენ გამოსწორებთ მდგომარეობა, მაგით დაჭერით კი არ არის, სამართლიანობა არის მთავარი და მეორე კიდე ის კაცო, ჩვენ რუსეთთან გვინდა ურთიერთობა, მოსახლეობის 98% მაინც, მე ასე ვთვლი, რატომ არ მიდის ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლები და არ ჯდება დიპლომატიურ კავშირზე რუსეთთან. ჩვენ ეს გვინდა ზუსტად და რატომ? იმიტომ რომ ვიღაცის ეშინეთ, ისე ვიღაცას უსმენენ, ისე ვიღაცის გავლენის ქვეშ არიან და რისი იმედი უნდა გქონდეს გამარტიეთ. ეხლა კიდევ იმაში ადგილობრივ არჩევნებში კიდევ მონაწილეობა უნდა მიიღონ, კიდევ უნდა კარგად იყვნენ, კიდევ უნდა ეს თავხედები აქ რო გამოდიან აქ რუსთაველზე დაიჭირე და შეყარე რა ბოლო ჯამში ესენი ეს მაიმუნები რომ ადამიანებს არ მისცეს დასვენების უფლება დავიღალეთ იცით რა არის საქართველოს უკვე გადაიღალა კი არა უკვე გართხმულია მიწასთან მე მინდა რომ იყოს სამართლიანი კაცრი და შეუვალი და გაკეთდეს ის რაც ხალხს უნდა ჩვენ ეს გვინდა დიდი მადლობა რომ მომისმინეთ დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ყოველთვის აქტიურობისთვის და აზრის გამოთქმისთვის მე მინდა თემატურად გადავიდე ახსენეთ მიხეილ სააკაშვილი და ლევან მახაშვილი მინდა მოვიყვანო მისი პოზიცია ასე ვთქვათ
მაგალითად, ესე რომ ვთქვათ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ, იცით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება აღიარებაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გამოუსწორებელი პოლიტიკური შეცდომები დაუშვა, მათ შორის იმ კუთხით, რომ უგულებელყვეს საარჩევნო შედეგები და გადაწყვეტეს საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩართულიყვნენ. ფაქტობრივად საკუთარი თავი თვით ლიკვიდაციისკენ წაიყვანეს, როგორც ჩანს, ამას შიგნითაც კარგად აცნობიერებენ, მათ შორის სააკაშვილი. ისინი შეეცდებიან, რომ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახელით გადაკეთდნენ და სხვადასხვა ფორმაციაში ჩადგნენ, რათა ახალი სახელი დიახ თვითმმართველობის არჩევნებში ახალი სახელით შესვლა სადონ აღნიშნავს ლევან მახაშვილი და ასევე მე შეგახსენებთ რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობისთვის გარკვეული წინადადებები გამოაქვეყნა და დაწერა რომ ნაციონალური მოძრაობა კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდაიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება. ამასთან პოსტში სააკაშვილი აღნიშნავს რომ ნაციონალურ მოძრაობას თავაზობს ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და ასევე კენჭის ყრით. ფაქტი არის, რომ ნაციონალური მოძრაობა, ასე რომ ვთქვათ, თავისი ლიდერით ფორმაშია, ასე თუ ისე და ცდილობს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. დინარაძე გვეუბნება, რომ დროებით გადაიდო ნაციების დასჯის საკითხი და თვითმმართველობის არჩევნები არის ახლა პრიორიტეტი და დღის წესრიგში. და მოლოდინი, ასე რომ ვთქვათ. როგორ შეაფასებს მაყურებელი ამას ყოველივეს და ენდობით თუ არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ, თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში და კიდევ შემდეგი ერთი თვე მოგვიწევს, რომელიც შემდგომ დასრულებული საკითხი უკვე პროკურატურას გადაიცემა და ნელა-ნელა ეტაპობრივად გვეცოდინება, ესე ვთქვათ, სასჯელის შესახებ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. ენდობით პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსვამ კითხვას, გამარჯობათ. გამარჯობა. დიახ. ერთი საფსოვარი მაქვს, ჯერერთი თქვენ ნაკლები ლაპარაკობთ ხალხს მეტი უწება მიეცეთ ლაპარაკებს. მეორე აი ეს კადრები, ეს შემოწმებული კადრები, რომელიც აი ახლა თქვენ საუბართან ერთად გადის. აი ეს ყველაფერი შეიძლება ეს კადრები კინოსავით. აი რუსთავებზე, სადაც ეს ბავშვები დგანან და მიშა-მიშას ყვირიან და ათასობედრობას აკეთებენ. აი ეს კადრები გაუშვა ნიკად. იმიტომ რომ ეს ბავშვები მაშინ იყვნენ პატარები და რა ხდებოდა არ იციან. აი ეს შეიძლება არ უყურებენ ამ გამოძიებას და ვერ ხდებიან რა ხდებოდა. ამიტომ აი ეს კინოკადრები უფრო გაუშვან და ბავშვებმა უყურონ რუსთავებზე, მე მგონი ეს უფრო კარგი იქნება, ვიდრე მე და თქვენ მოუყურებთ ამას, მე და თქვენ ვიცით ეს რაც მოხდა. რაც ეხება ჯერა თუ არა ამ გამოძიებისა, უნდა გითხრათ, რომ აი რადგანაც ბაია პატარაია არ დასაჯეს, წულუკიანს რომ მიუხვდა სახში. აი ეს უბრალო საქმეც კი არ დასაჯეს ეს თავი. ეს უკინოდება კაცი ბაია პატარაძე მიგდია რომ მიუხვდა წულუკიანს, რადგან ისიც არ დაიჭირეს, არავითარი იმედი არ მაქვს, რომ ეს გამოძიება ბოლომდე კარგად ყვავა და ვიღაცა დაიჭირა. არც დასჯიან და ვერც დასჯიან. შეიძლება დიდი სურვილიაც, მაგრამ ვერ დასჯიან, იმიტომ რომ ამათ იმხელა კრიშტალს, იმხელა ხალხი ყავს. ვინო ხერი გდია რუსია გირჩი, რომ გამოდის არც გადავიხდი, ერთ ლარცაც არ გადავიხდია და არც მივაკიდე ისავ. რაც დამნაშავე თუ ხარ უნდა აგო პასუხი რა ხდია. მაშინ რისთვის არის ეს ყველაფერი? კადრე მარტო ის არის, მარტო სპექტაკლია, რომ ხალხს აუყუროს და გადაიტანონ ხალხის ყურადღება, რომ ასეთი გაჭირვება არის, ასეთი სიძვირია, ამას ვერ ხიდულობს ადამიანი, პროდუქტს ვერ ხიდულობს, ვერაფერს გარეთ ვერ გადიხარ ადამიანი, შიშით რომ ვისა რაკე საშინელი სიძვირია. მაგრამ არც დასჯიან და ვერც დასჯიან. დიდი მადლობა ზარისთვის. ჯობდა მეორე ნაწილით დაგეწყოთ თავშივე საუბარი, შენიშვნით შემოხვედით პირდაპირ ეთერში. ბუნებრივია თქვენ ვერ გადამიწყოთ, მე რამდენი უნდა ვისაუბრო ეთერში. ვინაიდან მე დარწმუნებულიყავით მაყურებელს არ ვაყოვნებ პირდაპირ ეთერში, ამიტომ ის რაც უნდა ვისაუბრო, აუცილებლად ვისაუბრებ და თქვენც მაქსიმალურად დაგითმობთ დროს. მადლობა კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით. მაყურებელი ხაზზე გყავს, მოგესალმებით, გამარჯობა. რაც შეეხება იმ ადვოკატიებას, რაც მიიღეს ნაციონალებზე, არტია ხოხედავს დასავლეთს უწევენ, ამ არის ჩვენ დასავლეთმა დემოკრატიულ ქვეყანას აღწევენ
ის რომ დიქტატურა ქვეყანაში ამის შიშით არის ალბათ ესეთი დამოკიდებულება რომ მიაგებინონ მაინც მონაწილეობა ნაციონალისტების წინააღმდეგ მართლა 90%-ია ამ ნაციონალების მაგრამ იმ ნაციონალებს ხოხეთავს ჯერაც ვერ მივიღეთ არჩევნების მონაწილეობას ეს იმას ნიშნავს რომ გორერის მათი ლეგიტიმურობა და ეხლა უკვე სპასუაზე არიან მე დასავლეთი ვიზახი დღემდე დასავლეთი სიკეთე არაფერი მომწონია ჩვენი ქვეყნისთვის და მე გასწავლა მომხრევს რომ ისე რუსეთთან დავილაპარაკოთ და აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და ის კი არა საბჭოთა კავშირი ამოადგინოს. ნუ იყოს მეგობრულ კარგ ურთიერთობაში ჩვენ ამ ცუდმა ურთიერთობამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა. ამიტომ დასავლეთის იმედა მართლა ჩემი მტერე იყოს ის მართლა საკმარისი ჩვენი ხალხი მიდის მოსწავლს მოსწრებს მე ზუსტად მაგაშია საქმე დასავლეთმა თავის შესაძლებლად გაახსნა ძები გაიყვანა აქედან მიადი მუშახელი და ის მუშახელი ისევ აქედან წასულა იმ ქვეყანა დაამაჩა და ის მოეწყო ცხოვრება ის ხალხი ხვდებიან აქვე აქედან წასულ მუშახელს და ორი წელს არწმელე გამოიწინე ჩვენ რამე შემოსავალი აკეთლა იმას ვინც მაგას არ დასწრებენი და ვინც დასწრებლად მუშაობენ დასავლეთის დასწრებლად ისინი თვალიანიან აქ რაღაცა თაკას ისევე ჩვენ დასავლეთ უსწავლებს პროდუქტს და პროდუქცია და ისინი აღებული პოლის და რა ვიცი რა შეიძლება კიდე ადამიანმა თქვა ეხლა აღებული ლაპარაკობს ძალიან კი ბატონო დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის გმადლობთ პოზიციისთვის უნდა დაგემშვიდობოთ რამოდენიმე წუთი რჩება გადაცემის დასრულებამდე ამიტომ აყურებელთ ვისაც გაქვთ სურვილი მაქსიმალურად შეგიძლიათ შემოგვერთდეთ მე დაგითმობთ ბუნებრივია დროს საუბრობთ საკითხზე გჯერათ თუ არა რომ დროებითი საგამოძიებო კომისია სამართლიანობას აღადგენს პირდაპირ ეთერში გვირეკავთ 557 98 55 98 თუ გყავს მაყურებელი ხაზე შეგვიძლია რომ ისაუბროს სხვა შემთხვევაში დაველოდოთ რამოდენიმე წამის განმავლობაში მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ფაქტობრივად მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კიდევ მოგვიწევს რომ ვადევნოთ ყოველდღიურ რეჟიმში შაბათ-კვირის გარდა როგორც ვიცი თვალი აი ამ სხდომას ამ კომისიის პროცესს და თქვენი შეფასებები როგორ წარმოგიდგენიათ რამდენად სამართლიანად შეიძლება რომ დასრულდეს აი ეს გამოკითხვის რეჟიმი და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამისთვის უნდა დაგვირეკოთ 557 98 55 და პირდაპირ ეთერში ისაუბროთ მე გეტყვით აქვე ბუნებრივია კიდევ ერთხელ იმ მაყურებლისთვის რომ პარლამენტის აი ეს საგამოძიებო კომისია ზოგადად იკვლევს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების ასევე პოლიტიკური პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას, ასე რომ ვთქვათ, გააფართოვეს მანდატი და ფაქტობრივად სრულ დროს მოიცავს, ანუ ის კონკრეტული პირები, ვინც გამოაშკარავდება და გამოიკვეთება, რომ რეალურად დამნაშავეა, ბოლო ეტაპი პროკურატურას გადაეცემა საკითხი და შემდგომ უკვე ჩვენც გვეცოდინება თუ კონკრეტულად ვინ პირს ან პოლიტიკური პარტიის წევრები იქნებიან თუ ლიდერები ვისი დასჯა მოხდება და რამდენად სამართლიანად ფიქრობთ რომ ეს პროცესები წარიმართება ფაქტობრივად ეს გახლდათ ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის გამოკითხვის მთავარი სასაუბრო თემა ვფიქრობ საინტერესო პოზიცია მოვისმინეთ არაერთი მაყურებლის მხრიდან ნაწილი მიიჩნევს რომ სამართლიანობა
აღდგება და ენდობა და სჯერავს აი ამ კომისიის ნაწილი კი მიჩნევს რომ აი ამას აზრი არ აქვს და ნამდვილად ესეთი ნიჰილისტური განწყობით არის მაყურებელი თუმცა რა თქმა უნდა დაველოდოთ ჩვენ მოვლენებს ყოველთვის მანამ ეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდება დაბარებული პირების გამოკითხვა დასრულდება და ბოლოს ბუნებრივია გვეცოდინება რა და როგორ განვითარდება გზა მაშასე დღევანდელი ინტერაქტივი დასრულდა თითოეულ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვინც გვისმენდა გადაგიხდით გულწრფელ მადლობას მე შორენა ჭაურელი ვიყავით თქვენთან და მომავალ 4 შაბათს 4-9-ზე დაგიბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში ახალი თემით რა თქმა უნდა ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის